დაკარგული ნდობა ქვეყნის მოსახლეობას შორის პესიმისტურად განწყობილი ამომრჩეველი და ცვლილებების სურვილი უკრაინაში. საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია იფსოსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები უკრაინულ მედიაში ქვეყნდება, როგორც ირკვევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა და შესაბამის რეიტინგში მე-4 ადგილზეა. ირკვევა, რომ ყველაზე მეტად უკრაინელები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს და დიდ ბრიტანეთში მოქმედ ელჩს ვალერი ზალუჟნის ენდობიან. მას გამოკითხულთა 63%-ის მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზე 56%-იანი ნდობით კრივის მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე უსიკი გავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვიც უსწრებს და 55%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილს იკავებს. ვოლოდიმირ ზელენსკი 49%-იანი ნდობით მე-4 ადგილს იკავებს. მას ამომრჩევლის 38% არ ენდობა, ხოლო 13%-ს კითხვაზე პასუხისგაცემა გაუჭირდა. იფსოსი დაინტერესდა საზოგადოების დამოკიდებულებითაც თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. გამოკითხულთა 37%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 34% კი არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. მოქმედი ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის მხარდაჭერა კი მხოლოდ 29%-ს აქვს. არსებული მოვლენების გათვალისწინებით უკრაინის ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებიც ხორციელდება, თუმცა მთავრობის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, განწირულია, რადგან კითხვაზე გჯერათ თუ არა, რომ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებები უკრაინაში ვითარებას გააუმჯობესებს, 45% პასუხობს, რომ არა. 24%-მა კი ცვლილებების არსებობის შესახებ საერთოდ არ იცის. კვლევის პროცესში უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები 18 წელს ზემოთ ასაკის 2003 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი კი 2%-ია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისგან განსხვავებით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ სურს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე უკეთ ქვეყნის მოსახლეობა აფასებს. ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამის ქვეყნის საქმე. თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ხშირად ერეოდნენ ჩვენ შიდა საქმეებში უცხოელი პოლიტიკოსები, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ინტერესებში ვერ იქნება ის თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი. რეიტინგებიც არის მათი საქმე, შესაბამისად მე მოვერიდები ამ თემის კომენტირებას. ხალხის ძალაში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები არ უკვირთ. პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების რეიტინგები მათივე ქმედებების პირდაპირ პროპორციულია. პარტიის წევრები უკრაინის მოსახლეობას მშვიდობას უსურვებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს მიერ არჩეული პოლიტიკა უალტერნატივოა, რაც კვლევის შედეგებითაც დასტურდება. ის სამწუხარო მოცემულობა, ის ომი, რაც დაიწყო, ამას მარტო ჩვენ არა, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამბობს, რომ არ უნდა დაწყებულიყო და იყო შესაძლებელი, რომ არ უნდა დაწყებულიყო. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ამიტომ ეს კვლევა ნიშნავს კიდევ ერთხელ იმას, რომ უკრაინის საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე გაათვითცნობიერა, რა სამწუხარო მდგომარეობაში არის სახელმწიფო, თავად საზოგადოება, ჩვენ რა თქმა უნდა უსურვებთ მშვიდობას უკრაინელ ხალხს, რასაც უსურვებდით 2022 წლიდან და მშვიდობის სურვილის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებდით შეურაცხყოფებს და კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში იქნება იქ მშვიდობა. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა იყო მართალი და Deep State-ის და მისი ფილიალების პოლიტიკა, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების, იყო არასწორი. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში უსვამენ ხაზს, რომ უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ნეგატიურად აფასებს. სხვადასხვა ტიპის სკანდალები თუ გამჟღავნებული კორუფციული გარიგებები კი ამომრჩევლის გადაწყვეტილებებზე აისახა. ზალუჟნი თავის დროზე, როგორც გვახსოვს, ძალიან ბევრი წერდა როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ, რომ მოიშორა ზელენსკი და იმიტომ ერთ-ერთი მიზეზი მისი ძალიან მზარდი პოპულარობა იყო და იმიტომ მოიშორა და გაუშვა ელჩად თვითონ საპატიო ადგილას, მაგრამ აი ახლა უბრუნდება უკვე სხვა ამპლუაში. ზალუჟნიამ ორივე ინტერესს როგორ განახორციელებს, ეს საკითხავია, რომლის მხარეს დადგება ამერიკელების ინტერესის და უფრო დამთმობი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებაში თუ ევროპელების ინტერესებს და გააგრძელებს ამ ომს. მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მეორე მომენტი გამოკითხვის, სადაც 29% აცხადებს მარტო, რომ უკრაინა სწორი მიმართულებით ვითარდება. ესეც იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ ზელენსკის პოზიციები კი არ არის შერყეული, არამედ საერთოდ მის გარშემო არსებული გარემოწვის და მთავრობის. არ შეიძლება ამას შედეგები არ კონდეს და ესეთ კორუფციულ სკანდალებს პირველ რიგში ქვეყნის შიგნით აქვს ხოლმე შედეგები, იმიტომ რომ მოსახლეობა ხედავს ამას და მოსახლეობის
დამოკიდებულება პრეზიდენტის და მთავრობის მიმართ იცვლება. ობიექტურმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ პოსტივისა და იმედის წინააღმდეგ გაჟღერებული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეალობას ასახავს.